Tea-State წარმოგიდგენთ რუბრიკას მშენებლობა და უძრავი ქონება თამარ კანთელაძესთან ერთად. დღეს Tea-State-ის საავტორო რუბრიკის მშენებლობა და უძრავი ქონება თემა არის საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯმენტი, რაც მაცხოვრებლების ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს ზეგავლენას. საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯმენტი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიც არის დასუფთავება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე ლანდშაფტის მოვლა და ლიფტების გამართული მუშაობა. ეს საკითხები დიდწილად განსაზღვრავენ მაცხოვრებლების კომფორტსა და უსაფრთხოებას. რუბრიკის წამყვანი თამარ კანთელაძე Tea-State-ის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი მოწვეულ სტუმრებთან ერთად გვიზიარებს გამოცდილებას და მნიშვნელოვან რჩევებს. თუ როგორ ხდება ამ სერვისების მართვა და რა როლი აკისრია მენეჯმენტ კომპანიას თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფაში. მოგესალმებით, თამარ და გისმენთ დილამშვიდობისა. მოგესალმები ნინი, მივესალმები საქმიანი დილის ჩვენს მაყურებელს და დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. ეს არის საცხოვრებელი კომპლექსების მენეჯმენტი, რომელიც ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. საცხოვრებელი კომპლექსების მენეჯმენტი ეს არ არის მხოლოდ მომსახურეობა, ეს არის მყარი საფუძველი და გარანტია ჩვენი მშვიდი უსაფრთხო ცხოვრებისთვის. ასევე ეს არის ის მრავალფეროვანი სერვისები, რომელიც ჩვენს ცხოვრებას კიდევ უფრო ამარტივებენ და ჩვენი ყოველდღიურობა გაცილებით კომფორტული ხდება. ამ თემაზე სასაუბროდ დღეს ჩვენი სტუმრები არიან მომსახურეობის კომპანიის მენეჯერი ნინი წარიაშვილი და მისი კოლეგა ნათია ორახელაშვილი, რომელიც ცოტა მოგვიანებით შემოგვიერთდება. მოგესალმები ნინი, მადლობა სტუმრად მობრძანებისთვის და მოდი მოვუყვეთ ჩვენს მომხმარებელს, რა მომსახურეობას სთავაზობს Citycom-ი და რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს. გამარჯობა პირველ რიგში. Citycom-ის შესახებ მოგიყვებით ცოტა ოდენობით. Citycom-ი არის საქართველოში პირველი ციფრული პლატფორმა სამეზობლოებისთვის, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მეზობლებს და მაცხოვრებლებს კორპუსის სერვისების გადახდას, თანხების შეგროვებას, განკარგვას, სერვის პროვაიდერების შერჩევას და კორპუსისთვის ნებისმიერი თანხების შეგროვებას, აკუმულირებას და ამის მერე რეპორტინგს. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ თავიდანვე აღნიშნეთ, რომ ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. კონკრეტულად რა სერვისებზია აქ საუბარი, აი მრავალფეროვან სერვისებს როდესაც ვეხებით, რა მოიაზრება ამ ყველაფერში? მრავალფეროვან სერვისებში მოიაზრება ის, რომ პირველ რიგში Citycom-ი არის fintech პროექტი, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ სამეზობლოებში არსებული პრობლემები და საჭიროებები რაც არის, მაგისთვის საჭიროა ყოველთვის თანხების შეგროვება. მაგალითად, სერვისების დაქირავებისთვისაც საჭიროა, რომ სპეციალისტებს გადაუხადონ თანხა მეზობლებმა და ამისთვის თანხების შეგროვება მანამდე პრობლემას წარმოადგენდა, კარდაკარ ხდებოდა და ახლა რაღაც 21 საუკუნეში ეს გადაწყვეტილებები უკვე ციფრულად ხდება და ზუსტად 2017 წლიდან ჩვენ ზრუნავთ ამაზე, რომ შევქმნით ციფრული პროდუქტი, რის მეშვეობითაც ძალიან მარტივად, ყოველთვიურად ყველა მეზობლებისგან გროვდება თანხა, რომლის მეშვეობითაც უკვე თავმჯდომარეები და კორპუსის მენეჯერები ამ თანხას თავისი სურვილების და საჭიროების მიხედვით განკარგავენ და რაც მთავარია ამ თანხებს თითოეული მეზობელი ხედავს თავის smartphone-ებში, აკონტროლებს, ხედავს თუ რაში დაიხარჯა მისი შეგროვებული თანხა. ძალიან საინტერესოა, აქვე მივესალმები ნათიას, მადლობა რომ შემოგვიერთდი ნათია და გითხრა ჩვენ ვისაც საუბრობდით ახლა სერვისებზე და ნინი მახსენა რომ თავიანთ smartphone-ებში უყურებენო მომხმარებლები ყველაფერსო. საინტერესოა რა ტიპის აპლიკაციებს იყენებთ, აი სატელეფონო აპლიკაციების გამოყენება თუ ხდება, ონლაინ პლატფორმების გამოყენება თუ ხდება, როგორ ურთიერთობთ თქვენს მომხმარებელთან? კი ბატონო, ნებისმიერ smartphone-ზე შეიძლება ჩვენი აპლიკაციის გადმოწერა და ყველა მობინადრისთვის, ვინც Citycom-ში არის ჩართული და Citycom-ელია, ასე ვთქვათ, ნებისმიერთვის არის ეს ხელმისაწვდომი. სადაც ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, ჩაშლილი, ყველანაირი დეტალი ამასთან დაკავშირებით კორპუსში. საჭირო დაგროვებული თანხებთან დაკავშირებით, ხარჯებთან და ასევე აქტიურ და არააქტიურ მაცხოვრებლებთან, ვინც ასე ვთქვათ, ჩართული არის კორპუსის მოლაპატრონობაში და ვინც ასე ვთქვათ, პასიურობს. აქედან გამომდინარე, ჩვენი საკომუნიკაციო, ასე ვთქვათ, ადგილი არის სივრცე მომხმარებლებთან აპლიკაცია და ვებსაიტი, ანუ ვებსაიტზე ყველაფერი დეტალურად არის ჩაშლილი, თუმცა აპლიკაცია ბევრად კომფორტული არის, ბუნებრივია და აპლიკაციის
აპლიკაციას უფრო მეტი ადამიანი იყენებს მათ smartphone-ში. აი კიდევ რომ შევეხოთ სერვისებს, უფრო დეტალურად რო თქვა. აი რა არის ეს სერვისები? როგორც აი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება, ჩვენ ვამბობთ, რომ გვჭირდება ლიფტების მომსახურება, საერთო სარგებლობის სივრცეების დალაგება, დასუფთავება. აი როგორი თქვა საბაზისო, რას ქვია საბაზისო სერვისები და თუ არის კიდევ დამატებით, თქვა რაღაცა დამატებით სერვისების შეთავაზების საშუალება, იმიტომ რომ საცხოვრებელი კომპლექსები განსხვავდება საჭიროებიდან გამომდინარე ერთმანეთისგან. თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება ამის დაყოფა და უფრო ჩვენს მომხმარებელს რომ ესმოდეს, რას ნიშნავს საბაზისო სერვისები და დამატებით რა სერვისების შეთავაზებაა შესაძლებელი. დიახ, ანუ 7 წლის განმავლობაში, როგორც ვახსენე, ანუ საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მაგ კუთხით და მეზობლები, რომლებიც Citycom-ში ჩართულები არიან, მათი რეკომენდაციით შეგროვდა დაახლოებით 5000-მდე სერვის პროვაიდერი, კომპანია და ფიზიკური პირი, რომლებიც ჩვენს ვებგვერდზე არიან დალისტული და ნებისმიერ თავმჯდომარეს და მეზობელს შეუძლია შებრძანდეს და თავის სურვილის მიხედვით, ბიუჯეტის მიხედვით აერჩიოს შესაბამისი სპეციალისტი და დაიქირავოს ზუსტად აი იმ თანხების მეშვეობით, რომლებიც Citycom-ის აპლიკაციის მეშვეობით გროვდება. რაც თავარია, ეს სპეციალისტები ყველა რეიტინგების მიხედვით არის დაყოფილი და როგორც ვახსენე, ყველანაირი საჭიროების ბიუჯეტის მეშვეობით თითოეულ სამეზობლოს შეუძლია იპოვოს თავისთვის სასურველი სერვის პროვაიდერი, იქნება ეს ლიფტერი მაგალითად, ან დასუფთავების კომპანია, დაცვის კომპანია და ასე შემდეგ. ამას როგორ ახერხებენ? საინტერესოა მე თვითონ მეზობლები, იმიტომ რომ ძალიან რთულია ყოველდღიურ რეჟიმში, შენ ფიქრობდა იმაზე, ეხლა ლიფტის მომსახურე პერსონალი მჭირდება, მეზობე მჭირდება და ასე შემდეგ. ანუ ამის ორგანიზებაში თქვენ ეხმარებით, ხო? თქვათ როგორ არის მოგმართად რაღაც საცხოვრებელმა კომპლექსმა, ამხანაგობამ, მისმა თავმჯდომარემ და მოგაწოდათ ინფორმაცია მათთვის საჭირო სერვისების შესახებ. შემდეგ თქვენ აკეთებთ ამ ჩამონათვალს, თავაზობთ რაღაც კონკრეტულ პაკეტს ალბათ, ხო? ბუნებრივია, ნუ ჩვენ მოკვლევას ვაწარმოებთ პირველ რიგში მათ საჭიროებასთან დაკავშირებით და მე უკვე თავაზობთ ჩვენ სერვის პროვაიდერებს, რომლებიც სერვის მარკეტში შეუძლიათ. ასევე თავად აირჩიონ და დაიქირავოს, სრული თავისუფლება აქვთ სერვისების ნაწილში, შეუძლიათ რომ თავის მხრივ იყოს მოძიებული, თუნდაც მაცხოვრებლების მიერ ან კორპუსის მენეჯერის მიერ სერვის პროვაიდერი, არ აქვს მნიშვნელობა ეს ლიფტიერი იქნება პირობითად დასუფთავება თუ რაიმე სხვა სერვისის ნაწილში. ასევე შეგვიძლია რომ ჩვენი პროვაიდერებიდან გავუწიოთ, ასე ვთქვათ, რჩევის სახით, უბრალოდ რომ აი საქართველოს ბაზარზე არსებობს აი ეს ლისტი პროვაიდერების ნაწილში ყველანაირ სერვისში და თავად გადაწყვიტონ მერე ვინ უნდა დაიქირავონ მათი სურვილის შესაბამისად. როგორც ხვდებით, თქვენ საკმაოდ ისეთი სუყე კარგი ბაზა გაქვთ პროვაიდერების, იმიტომ რომ ამდენ წლიანი მუშაობის შედეგად რა თქმა უნდა ამ ყველაფერს დააგროვებთ. აი თქვენ ძალიან ბევრჯერ ახსენეთ, რომ მომხმარებელს თავად შეუძლია აირჩიოს, თავად უყურებს. ესე იგი გამოდის, რომ ეს ყველაფერი ძალიან გამჭვირვალეა და რა თქმა უნდა მომხმარებელს ჭირდება გამჭვირვალეობა, მან ზუსტად უნდა იცოდეს მის მიერ გადახდილი თანხები, როგორ გროვდება, როგორ იხარჯება. როგორია აი ამ ნაწილში თქვენი შეთავაზება როგორია და რამდენად გამჭვირვალეა ეს ყველაფერი? კი, სწორედ ახსენეთ, უკვე დიდი ბაზა დაგვიკროვდა საკმაოდ და ეს გამოიხატება ჩვენი მომხმარებლებს, ჩვენი იუზერებში და Citycom-ელებში, რომლებიც ამ ყველაფერში არიან ჩართულები, დაახლოებით 300,000-მდე მომხმარებელია და მეზობელი, რომელიც ამ სისტემას მოიხმარს. ეს საკმაოდ დიდი არის და ეს რაც ნდობასავით არის სამეზობლოებისგან და მეზობლებისგან მის მიმართ, რომ უფრო გააციფრულონ თავისი სამეზობლოები და იზრუნონ საერთოზე, ასე ვთქვათ. შესაბამისად, ამ გამჭვირვალეობას ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმით, რომ თითოეული ციფრული სერვისი არის ძალიან მარტივი მომხმარებისთვის და პირველ რიგში ასახავს ტრანზაქციებს, ხარჯებს და შემოსავლებს, რაც სამეზობლოში ხდება. ჩვენ ვახსენეთ, რომ ყველაფერს ჩართულია თავმჯდომარე ან კონკურსის მენეჯერი, რომელიც განაგებს ამ ფინანსებს, შეგროვებულ ფინანსებს და ურთიერთობს სერვის პროვაიდერებთან და თითოეული მისი გადარიცხვა, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი არის მეზობლებისთვის აპლიკაციაში ან დესკტოპ ვერსიაში პორტალზე და ეს აი ამ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და თითოეული მეზობელი თვის ჭრილში და დღის ჭრილში იცის, რომ მაგალითად რისთვის შეაგროვეს იმ თვეში თანხა, ან რამე საინტერესო პროექტები რაც ხორციელდება, ბევრ რაღაცას აინიცირებენ ხოლმე მეზობლები, ამისთვის ცხადია ფინანსების შეგროვება არის საჭირო და ამას ხედავენ ზუსტად როდის რაში და რანაირად იხარჯება მათი ფინანსები. როგორც ხვდები, ამ ყველაფერსთან ყულაბის პრინციპიც აქვს, ანუ ეს თანხები გროვდება და ვთქვათ, შესაძლებელია, რომ ეს თანხები შეიძლება დღეს არ არის რაღაც რიგითი
საჭიროებებია, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ თქვა კორპუსს ჭირდება ფასადის შეღებვა, რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა და როგორც ხვდები, ანუ ამ თანხებით შესაძლებელია შემდეგ ამ ყველაფრის გაკეთება. და თუ იმ შემთხვევაში თუ მიმდინარე პროცესში რაღაც თანხები აკლდებათ მომხმარებლებს, რაიმე ესეთი მხარდაჭერის რაიმე პროგრამა ხომ არ გაქვთ ესეთ დროს, რომ თქვათ დაუზიანდათ ლიფტი რაღაცა და იმ წუთისთვის მათ არ აქვს საჭირო ოდენობის თანხა. თქვენი კომპანია რაიმე ტიპის მხარდაჭერას თუ უცხადებს ამ შემთხვევაში და თუ მათ შეუძლიათ სამმავლოდ მე ეს თანხები თქვენთან ეს ვთქვათ გაასწოროთ. იმიტომ რომ რთულია თერმა კორპუსმა უცებთ მოაბილიზოს რაღაცა მობილიზება გაუკეთოს სოლიდურ თანხებს. ნამდვილად რთული არის ამდენი ხალხის შეგროვება და მით უმეტეს ყველასგან აი ფინანსების შეგროვება და ამ კუთხით ჩვენი თანამშრომლები და ჩვენი გუნდი აქტიურად ჩართული არის თავმჯდომარესთან ყოველდღიურ მუშაობაში და ჩვენ ვეხმარებით აი ზუსტად ამ ფინანსურ გადანაწილებაში თავიდან როდესაც კორპუსი ერთობა სიტიკომის სისტემაში ხდება აი ამ საბაზისო, ასე ვთქვათ, კომუნალური ხარჯების გათვლა, რომ არ იყოს ესეთი პრეცედენტები, რომ კორპუსს მაგალითად მათი საბაზისო ხარჯებისთვის აკლდებათ თანხები. ანუ ეს თავიდანვე ძირშივე ნუ ამ რაღაცას ვაგვარებთ, რომ ესეთი შემთხვევები არ იყოს. და დანარჩენი როგორც ახსენეთ, სამეზობლოზე არის დამოკიდებული და მათ სურვილებზე ამ საბაზისო ხარჯების ზემოთ რა ნაშთებს და რა ბალანსს დააგროვებენ და ამით რას გააკეთებენ სრულიად მათზე არის დამოკიდებული და ჩვენ საბედნიეროდ ესეთი პრეცედენტები ძალიან ხშირი არის, რომ აინიციატივებენ სხვადასხვა სიახლეებს სამეზობლოში და არა მხოლოდ კომუნალურებს იხდიან ყოველთვიურად. დიახ, ჩვენც გვაქვს თქვენს კომპანიასთან სიტიკომთან მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება ჩვენ სხვადასხვა უკვე დასრულებულ პროექტებში ერთ-ერთი ვაკეში, დიდიღომში და ასე შემდეგ და სადაც ჩვენი მობინადრეები აღნიშნავენ, რომ ძალიან კმაყოფილები არიან სიტიკომის მომსახურეობით და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენს ეხლანდელ პროექტშიც ორთაჭალახილშიც, რომელსაც დავასრულებთ, თქვენ იქნებით წარმოდგენილები და ჩვენი მომხმარებლის და მობინადრეების კმაყოფილება პირდაპირ გაივლის თქვენთან ურთიერთობის ხაზზე. სამომავლო გეგმებზეც ორიოდე სიტყვით რო ვისაუბროთ, რას გეგმავთ და რაიმე სიახლეებს თუ უნდა ველოდოთ სფეროში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ პოზიციონირდებით როგორც ინოვაციური კომპანია, ფინტექ კომპანია და დღეისობით ძალიან ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ ამ ხელა რაოდენობის მომხმარებლების ბაზის დაგროვება მოვახერხეთ და აღვნიშნა აუცილებლად, რომ მეზობლებმა ამ 7 წლის განმავლობაში დაახლოებით 55 მილიონი ლარი შეაგროვეს სრულიად თავისი ნების, აი იმისთვის, რომ მოუარონ თავის კორპუსებს, ამ თავის საერთო გარემოს და რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღურად ჩვენი აპლიკაციის და ფინანსური სერვისების გაუმჯობესებაზე და დავაანონსებთ, რომ დაახლოებით 3 თვეში გამოვუშვებთ ჩვენი განახლებული აპლიკაციის და ციფრული სერვისების ვერსიას, რომელიც უფრო გამჭვირვალე, მოხერხებული, მარტივი და user friendly არის ჩვენი მომხმარებლებისთვის და ამის შემდგომ უკვე მომდევნო წელს დაგეგმილი არის პირველი სამეზობლო სოციალური ქსელის გამოშვება, სადაც კიდევ უფრო დაახლოებულები იქნებიან მეზობლები და ის ჩვეული პროცესები, რაც სამეზობლოში არის აღებული, იქნება მთლიანად გაციფრულებული და უფრო მარტივი და ყოველდღურად მისაწვდომი ყველასთვის. ძალიან საინტერესო ნათია კიდევ თქვენ გითხავთ, აი ეს ყველაფერი რამდენად საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში თუ მოდის, რამდენად აი ჩვენ ქართველებს ხო ძალიან გვიყვარს აი ევროპაში როგორც არის ისე ან რაღაცა სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. თუ თქვენ ამას ადევნებთ თვალყურს და რამდენად თქვათ ეს ყველაფერი შესაბამისობაშია და სხვა ქვეყნებს როგორ აქვთ ეს დალაგებული? კი, ბუნებრივია, სხვა ქვეყნებთან ანალოგიურად ხდება. ანუ კორპუსის მოლაპატრონობა, ანუ და ხარჯების გაღება ყველა მობინადრეზე ნაწილდება არა თუ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში. ამას რეალურად მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთანაც ნელ-ნელა დაინერგა, ანუ თავიდან დიდ დროსთან და ენერგიასთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული, ერთ კონკრეტულ პირზე იყო მიბარებული, ესა კარ-და-კარ პრინციპის სახით უწევდა თანხების შეგროვება და ჩვენ დავეხმარეთ დრო შეუმცირეთ ამ ნაწილში და ერთ სივრცეში მოვაგვარეთ ეს საკითხი. ამიტომ მოსახლეობაც ძალიან დადებითად ჩაერთო ამ პროცესში და პირიქით მოტივაცია აქვს, რომ ასე ვთქვათ, გაუწიონ რეკომენდაცია თავის მეგობრებს, რომ ბევრად კომფორტული, მოსახერხებელი და პრაქტიკული არის ამ გზით თანხის შეგროვება და კორპუსზე ზრუნვა.
ერთიანად. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო თემაზე საუბრისთვის. ვფიქრობ, ჩვენს მსმენელს, მაყურებელს ძალიან მოეწონებოდა ის ინფორმაცია, რომელიც თქვენ გაგვიზიარეთ, გისურვებთ წარმატებას და სასიამოვნოა იმის შეგრძნება, როდესაც თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს კვალდაკვალ მიდიხარ და ზუსტად იგივე სისტემები მუშაობს საქართველოში, როგორც თქვათ ევროპაში და განვითარებულ ქვეყნებში. ძალიან დიდი მადლობა და აქვე დავემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს, შევხვდებით მომდევნო ხუთშაბათს საქმიან დილაში. ნახვამდის. მადლობა თქვენ და სტუმრებს საინტერესო საუბრისთვის, მნიშვნელოვანი რჩევებისა და გამოცდილების გაზიარებისათვის. თამარ კანთელაძე, T-State-ის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი, რუბრიკის ფარგლებში მასპინძლობდა ნინი მწარიაშვილს, Citycom-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ასევე ნათია ორახელაშვილს, Citycom-ის account manager-ს. T-State-ი წარმოგიდგენთ რუბრიკას მშენებლობა და უძრავი ქონება თამარ კანთელაძესთან ერთად.